სასწრაფოში დარეკეთ. როდის მივალ სახლში რომ სტაფილოს სალათი მოვამზადო თქო. არ ვიცი რატომ მომინდა ესე ძალიან. მოდი ერთად გავაკეთოთ. წავიდა. ძალიან მეზარება ხელით ჩამოხეხვა, ამიტომ გამოვიყენებ ამ ჩოფერს. გაგრძელებელი შევაერთოთ, რადგან სამზარეულო დაკავებულია. ვამზადებ მისაღებში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამეს არ დავსვრი. სტაფილო უკვე გარეცხილი და გათლილი მაქვს, ამიტომ შევუდგეთ საქმეს. არ შეგაშინდეთ, ცოტა ხმაური იქნება. აი მე როგორ ჭრის? ეს მრგვალად ჭრის. გვალი სტაფილო არ გვინდა. შევცვალოთ ეს დანა. გადავრჩი. ესეთი დანა დავუმაგროთ. ზუსტად 2 წუთში აი ესეთი დახეხილი სტაფილო მივიღეთ. გადმოვიტანოთ თასში. ახლა გვჭირდება ჩემი საყვარელი ლიმონი. ჩამოვწუროთ. ჩავასხეთ ლიმნის წვენი, ბრინჯის ძმარი, 1, 2, სოიოს соуსი, 1, 2. ვამატებ ხოლმე ბალზამიკოსაც, რადგან როგორც მიხვდებოდით, ძალიან მიყვარს ეს ჟავე გემოები, ზოგადად ძმარიც ძალიან მიყვარს, ბალზამიკოც ძალიან მიყვარს და ყველაფერი რაც სიმჟავესთან ასოცირდება. ვუმატებ სეზამის მარცვალს, მოვვრიოთ, უკვე საოცარი სურნელი მომდის აქედან. გადმოვიტანოთ. წვანილთან ძალიან ვმეგობრობ, ამიტომ ამ სალათაზეც ძალიან მომწონს. გონია რომ ყველა თავისებურად ამზადებს და დამიწერეთ თქვენ როგორ აკეთებთ სტაფილოს სალათს. დადგა ეს მომენტი, როცა შემიძლია დავაგემოვნო. სასწრაფოში დარეკეთ. ცუდად ვარ ესეთი გემრიელია.